როგორც სამეფო სახლის კანცლერი არ ვაყენებ საკითხს, იმაზე რომ ხვალვე ჩვენ კონსტიტუციური მონარქია მივიღოთ ისევ ბრმად. ბაგრატიონთა სამეფო კარის კანცლერი ამბობს, რომ კონსტიტუციური მონარქია ქვეყანაში უნდა აღსდგეს, თუმცა ეს რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს. კახაქორიძე მიიჩნევს, რომ ქართველმა ერმა ბაგრატიონთა დინასტიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემა უნდა შეინარჩუნოს. თუმცა მისივე თქმით, სამეფო დინასტიის აღდგენა არ ნიშნავს, რომ პატოყმობა დაბრუნდება და წარსულში თავადები დღეს საკუთარ მამულებს დაიბრუნებენ. კახაქორიძე ასევე ამბობს, რომ მეფის ინსტიტუტის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდება. ჩვენს ოპოზიციონერებთანაც შევთანხმდები მე ხვალდაზეგ იმაზე, რომ როგორც კულტურული მემკვიდრეობა იყოს აღიარებული ეს ოჯახი და მოვლილი. აღიარებული. მე ვფიქრობ, რომ ამას წინ არაფერი დაუდგება და ვერც ვერავინ დაუდგება ამას წინ. ბაგრატიონთა კარის კანცლერის განცხადებით, იმაზე თუ ვინ იქნება ტახტის მემკვიდრე სამეფო ოჯახში განხეთქილება არ არსებობს. მისი თქმით, გიორგი ბაგრატიონი, რომელსაც უფლის წუთს უკვე უწოდებენ, სამეფო დინასტიის შთამომავალია. დინასტია, ოჯახი მოწესრიგებულია, ამას არეგულირებს როგორც ჩვენი ქართული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა და დღეს ყველგან აღიარებულია საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ ბატონიშვილი ნუგზარ, რომელიც დღესვე აცხადებს, რომ თავისი ქალიშვილის ანნას მეშვეობით თავის სამეფო ღირსებას გადასცემს უფლისწულ პატარა გიორგის. პოლიტიკურ წრეებში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას არასერიოზულად უყურებენ. რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველომ უკვე აირჩია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. ყოფილ მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დღეს არსებული მოდელის დახვეწა უნდა მოხდეს და მონარქიის აღდგენაზე საუბარი მართებული არ არის. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი კონკრეტული მოწყობისკენ ქვეყნის, მისი პოლიტიკური სისტემის და თქვა გადავდგით სერიოზული ნაბიჯი მკვეთრი საპრეზიდენტო ქვეყნიდან უფრო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. მეფე ვიცი მე საქართველოს ისტორიის წიგნში თქვენმა კოლეგამ თქვა. რეალობაში მეფე არ ვიცი, ახლა საქართველოში წარმოუდგენელი მგონია საერთოდ ამაზე სერიოზულად ვშელობა და ისე თავისთავად ახლა სამეფო ოჯახები არსებობს ბულგარეთში. ბულგარეთის მეფის შთამომავალი, ბულგარეთის მეფე ვინც იყო პრემიერ-მინისტრიც კი. შეუძლია პოლიტიკაში ჩაერთონ, მაგრამ მონარქიის აღდგენა და თავდაცნაურობა და რაღაცა ეს გონია ცოტა არარეალური. ტელეკომპანია კავკასიის კითხვაზე ემხრობიან თუ არა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას რესპონდენტთა მოსაზრება არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნაწილს კი ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენა იმიტომ სურს, რომ სამეფო ხელისუფლება ღვთისგან კურთხეულია. მეფობის ინსტიტუტი მაინც და მაინც ახლა ამ პატარა ერთ მუჭა საქართველოში პრეზიდენტიც გვიყოფ. ეგ გვაკლია საქართველოს. ღვთისგან არის კურთხეული სამეფო ხელისუფლება. არც მეფობა მოგვიტანა კარგი და არც პრეზიდენტობა. როგორც პატრიარქი იწვის. ესე იგი კი უნდა აღსდგეს. იმიტომ რომ ასია საჭირო. უნებრივია ჩემი აზრით არ უნდა აღდგეს. ამას ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ ვცდილობთ რომ საპარლამენტო მმართველობა დავამკვიდროთ და მონარქიაზე საუბარი დღესდღეობით მგონი უბრალოდ ხუმრობაა და მეტი არაფერი. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბარი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ ბაგრატიონთა შთამომავალი 2 წლის გიორგი სვეტიცხოვლის ტაძარში მონათლეს, რასაც პატრიარქმა ისტორიული აქტი უწოდა. ბავშვის ბაბუის ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის განცხადებით, პატარა გიორგი გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფის გიორგი მერვეს და ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის პირდაპირ შთამომავალია დედის მხრიდან.